შენ ვერ იქნები ჯანმრთელი, თუ მხოლოდ საკვებზე მოახდენ ფოკუსირებას და დაიკიდებ შენს მენტალურ ჯანმრთელობას. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწორკვებაზე, საკვების ხარისხზე და იმაზე, თუ რომელი საკვები უნდა გამოურიცხოთ რაციონიდან, ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ შენი მენტალური ჯანმრთელობა არასტაბილურია. ჯანმრთელობა ნიშნავს არამხოლოდ ფიზიკურად ხნედ და კარგად ყოფნას, არამედ სულიერად და მენტალურად გაძლიერებას. ეჭვიანობა, შიში, შური და მტრული აზრები ანადგურებს როგორც ნერვებს, ისე ჯირკვლებს და თავისთავად მოაქვს ფიზიკური და გონებრივი ტანჯვები. არამხოლოდ შენს კუჭს, არამედ შენს ტვინსაც სჭირდება მენტალური საკვები. და თუ ის მუდმივად შიშით, ბრაზით და სტრესით იკვებება, შენ ვერ იქნები ჯანმრთელი. შენი მენტალური მდგომარეობა გავლენას იქონიებს შენს ფიზიკურ კონდიციებზე და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შენი ქვეცნობიერი მართავს შენი ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს. ზედმეტი სტრესის და შიშების გამო შენ შეიძლება დაარღვიო შენი გულის, ფილტვების და სხვა ორგანოების რიტმი. თითქმის ყველა დაავადება მოდის გონების სფეროდან და არ არსებობს არც ერთი ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც არ იქნება შენი გონების წარმოდგენაზე რეაქცია. და ბოლოს მინდა გირჩიო ჟოზეფ მერფის წიგნის სახელად თქვენი ქვეცნობიერების ძალა. ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეს და გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობარს, რომელიც სულ ჯანსაღ კვებაზეა, მაგრამ მუდმივად რაღაც აწუხებს.